პროცესებთან დაკავშირებით ვთხოვდით სხდომას. ისაც უწევდა სხდომა წლის ბოლო არის, მაგრამ ამ პროცესებთან დაკავშირებითაც აუცილებლად საჭირო იყო ცალკე სხდომა. მოვითხოვეთ ეს სხდომა რამდენიმე ხნის წინ ხუთშორის და დაგვიგეს პასუხი, რომ არა დეკემბერში ისედაც არის დაგეგმილი და რა თქმა უნდა ამ საკითხებზე ვისაუბრებთ, რა ყოველდღიურ საუბარი რა რეკომენდაციებს გავუსვათ ხოლმე მაგალითად როგორ შეიძლება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ასე შემდეგ. ვიცით რომ ძალიან ბევრი შეშემოწირებით განანათლებ აქციებს ასე ვთქვათ, ზოგიერთი მათგანი სცემეს კიდეც არაადამიანური მოხობის მსხვერპლი გახდნენ პოლიციის მხრიდან ასე ვთქვათ. და გვინდოდა ამ საკითხების განხილვა. ცოტა ორი დღის წინ მივიღეთ პასუხი, რომ თურმე ვერ შეგვწდება, სხდომა ვერ დაიგეგმება ამ წელს, იმიტომ რომ დრო არ აქვს ფიზიკურად. ახლა ჩვენი მთავარი მიზანი რა არის? ახლა როდესაც შეშემოწირებულ პირებზე საუბრობთ, ყოველთვის გარიყურები ვართ, ხო? ბევრი საკითხიდან. თუ სხვადასხვა სტრუქტურები გაგვიყავენ, სახალხო დამცველობა მაინც არ უნდა გააკეთოს ეს. მაგ უნდა შეძლოს დააორგანიზოს და მუდმივად ქონდეს მაგალითი მაინც უნდა შექმნას იმის, რომ ჩვენთან კომუნიკაცია და გვისმენს და ითვალისწინებს ჩვენს საკითხებს. ამიტომ დღეს მოვედით და გვინდა რომ ვისაუბროთ საკითხის საკითხებს. მადლობა. კი ბატონო, ანუ რა ვიცი მეც ერთი წუთი აი მაცხოვრე ჩამოვიდა. შეგვიძლია. ის დავიწყო. კი ბატონო, ანუ დღეს იყო შრომებთან მშობლების მარში, სხვათა შორის და ეს კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ ერთ-ერთი შრომები არანაცემები და სხვა უფლების დარღვევები მოხდა ამ წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდში მასობრივი შრომების. მათ შორის შემთხვევა იყო, რომ შრომების ნაცემს ფული გადაახდენეს სამედიცინო მომსახურებაში. მათ შორის აქამდე ქონია შემთხვევები, რომ მასობრივად არიან ადამიანები დაკავებული, რომლებზეც შეიძლება სახლებში ყავდეთ მათზე დამოკიდებული ადამიანები, თქვათ ოჯახის წევრები ან სხვები და სხვა ასეთ საკითხებზე გვსურდა ჩვენ სახალხო დამცველთან საუბარი საბჭოს ფორმატში, თუმცა გუშინ გავრცელებული განცხადების ფონზე მივიღეთ საჯარო უარი, შეიძლება ითქვას და ნათქვამი იყო, რომ მიმდინარე დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე ვერ შეგვიძლია. სწორედ რომ დაძაბული ვითარება როცა არის და ადამიანის უფლებები როცა მასობრივად ირღვევა, მათ შორის შემოპირების უფლებებიც როცა ირღვევა, სწორედ მაშინ არის რა თქმა უნდა საჭირო სახალხო დამცველის უშუალო ჩართულობა, მონაწილეობა ამ საკითხებში. აი ამის მოსათხოვა აქედან გამომდინარე მოვედით აქ სახალხო დამცველთან შესახვედრად ფიზიკურად დაგვჭირდა რა თქმა უნდა აქ. ტიტრში როგორ მოგიხსენიოთ? ეს მაგუნდერიძე, შრომპირი აქტივისტი. მადლობა ესმა. ასევე გაეროს შრომის ერთი წამი მოდი, აი ასევედან თავიდან ვიხარე. ერთი წუთი. კაცი, ერთი წუთი. შეგვიძლია. ეს მაგუნდერიძე სახალხო დამცველთან არსებული გაეროს შრომპირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის, დაცვისა და პოპულარიზაციის საკონსტიტუციო საბჭოს მონიტორინგის საკონსტიტუციო საბჭოს წევრი. მადლობა. იმხელა. მეცანი ძელვათ.